საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა კვლავ დავის საგანია. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები უმცირესობიდან კომისიაში საბჭოს წევრთა რაოდენობის გაზრდას მოითხოვენ. მათ პოზიციას იზიარებს უმრავლესობის ნაწილიც. უმცირესობის კრიტიკა დღეს ხეტყის ფონდების შემსწავლელი ჯგუფის მუშაობასაც მოყვა. მათი შეფასებით კომისიამ სრულყოფილი დასკვნები ვერ დადო, კომისიის წევრები კი არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა. პლენარული სხდომის დეტალები ლანა ძაძამიას რეპორტაჟში. დავისა და ასრთა სხვადასხვაობის საგანი გახდა დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოს პლენარულ სხდომაზე საქართველოს საკონსტიტუციო კომისიაში აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლების კვოტის გაზრდის საკითხი. პეტრე ზამბახიძემ საკონსტიტუციო კომისიაში უმაღლესი საბჭოს დეპუტატებიდან მინიმუმ 3 დეპუტატის შეყვანის საკითხი დააყენა. უმცირესობის წარმომადგენლის პოზიციას იზიარებენ უმრავლესობის წევრებიც. აჭარიდან მხოლოდ ერთი წარმომადგენელი მონაწილეობს ამ კომისიაში და ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან ცოტა რაოდენობრივადაც, რადგანაც აჭარის სტატუსსაც ეხება საქმე მათ შორის და რეგიონის ინტერესების გათვალისწინებისთვის ვფიქრობ აუცილებელია უმაღლესი საბჭოს რამდენიმე წევრი იყოს აი ამ კომისიის შემადგენლობაში, მათ შორის ოპოზიციასაც მიეცეს საშუალება, რომ მონაწილეობა მიიღეს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში. 3-4 დეპუტატი რო დაემატოს აჭარიდან, იქნება მხოლოდ კარგი. ეს პირველი. მეორე, როგორ უნდა გაკეთდეს ეს, იმიტომ რომ დღემდე მხოლოდ ერთია, ხო? საქმე არის ინსტიტუციონალურად უნდა გადაწყდეს. საკონსტიტუციო კომისიაში ამჟამად აჭარიდან მხოლოდ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეა წარმოდგენილი. თუ საქართველოს პარლამენტი კეთილწინებებს და გადახედავს, ეს განხორციელდება თუ არა და იქნებით ფაქტის წინაშე ვარ დღეს. წვავე კრიტიკა მოყვა ხეტყის ფონდების შემსწავლელი ჯგუფის მუშაობის შეფასებასაც. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, 10 ჯგუფის მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ 2011 წლიდან გამოვლენილი იქნა ხეტყის უკანონო მოპოვების არაერთი ფაქტი, რის შედეგადაც სახელმწიფოს 1,44,000 ლარის ზარალი მიადგა. შესაძლებელი აბსოლუტურად არაფერი არ იქნება. იმიტომ რომ აქ წარმოდგენილი მასალები გამყარებულია თითოეულ უბანზე შესული სამუშაო ჯგუფისთან ერთად, კონკრეტულად იმ პასუხისმგებელი პირებთან ერთად, ვინც ვალდებული იყო ესა თუ ის უბანზე პასუხი ეკო. კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნებში ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების მონაცემები ნაწილობრივაა შესული. უმცირესობის წევრების მთავარი შენიშვნა სწორედ აღნიშნულ თემას ეხებოდა. ირაკლი ბარამიძე ეჭქვეშ აყენებს კომისიის წევრების კომპეტენციის საკითხსაც. მისი თქმით, იქ არ უნდა ყოფილიყვნენ წარმოდგენილი ყოფილი სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებსაც შესაძლოა პირადი მიზნები ჰქონოდათ. აბსოლუტურად ყველა მათგანი არის იმ დაწესებულებებიდან განთავისუფლებული ადამიანები, რომლებიც წარსულში მუშაობდნენ ამა თუ იმ სამსახურში და თავის დროზე ებარათ ეს სამსახური. ამ ადამიანების მიერ დღეს შემოწმებული იგივე სამსახურები დამიჯერეთ, რომ არის ტენდენცია, არის ძალიან ისეთი ეჭვი, რომ გარკვეული პირები არიან დაინტერესებული ავტონომიური რესპუბლიკის სატყეო სამმართველოს ხელმძღვანელად რომ დაინიშნოს. სხდომაზე დავის საგანი გახდა ისიც, თუ რა სახით იქნებოდა მიღებული ჯგუფის მიერ მომზადებული დასკვნები და სად გადაიგზავნებოდა პროკურატურასა თუ სამინისტროში. მივიღოთ ეგ დასკვნა ცნობად, და იმ მიზნით რომ მოხდეს უყოფით შესწავლა და მოხდეს უყოფით იმ ანგარიშის წარმოდგენა, რაც უნდა ჩაეტარებინა ჯგუფს. კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომ კომისიაში მყოფი 4 დეპუტატი აღნიშნული დადგენილების შესახებ შეჯამებულ პროექტს შეიმუშავებს და შესაბამის უწყებას გადაუგზავნის.